ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში. და ყველას, ვისაც გაინტერესებთ რა ხდება ახალი და საინტერესო მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში, სად და რა საქმიანობენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, გთავაზობთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. კინოთეატრ რუსთაველში კახაცის კარიძის ვიდეოკლიპის პრემიერა შედგა. ეს არის ვიდეო კარგად ნაცნობ ძველ სიმღერაზე, რომელსაც ასე ჰქვია: ისევ მივდივარ, ისევ გშორდობ. კლიპის რეჟისორი კი გახლავთ გაგა რაზმაძე. პირველ რიგში გამიხარდა ის, რომ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ კახუჩელამ წარმოადგინა ძალიან კარგი პროდუქცია, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ჩემი აზრით, ჩემი აზრით, ანუ საერთოდ ჩემთვის პირადად არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მუსიკოსი ქართულ ხელოვნებაში. კახას ყოველთვის უყვარს აი ესეთი განსხვავებული რაღაცების გაკეთება. კიდევ ერთხელ აი ძალიან ლამაზი, მაგარი კლიპი იყო შემიძლია ვთქვა. ძალიან მომწონს თვითონ ეს კომპოზიცია, რომელიც ესეთ საინტერესო ინტერპრეტაციით გააკეთა კახუჩელამ. არაჩვეულებრივი სიმღერა, ყოველთვის მიყვარდა ეს სიმღერა და ძალიან მოიხთინა, რაც თავარია თვითონ და კლიპიც არაჩვეულებრივი ხედვით არის დანახული და ულოცავ. კლიპით ვარ ძალიან კმაყოფილი, საერთოდ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ ახალგაზრდა რეჟისორის შემოქმედებაში პირველი ადამიანი მე ვიყავი, მე მივიღე მონაწილეობა. ძალიან მიხარია ეს მომენტი. მე ყოველთვის ვეძებ ვიღაცა ახალს და ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი ვიპოვე რა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხმის ჩამწერ სტუდია ქართულ ჩანაწერებში, სადაც იქნება ჰიმნი, რომელიც ეძღვნება ვარდების რევოლუციას. იდეით ავტორები კი არიან ქრისტინე იმედაძე და ია ფარულოვა. ამ პროექტში მონაწილეობას იღებს 20 ქართველი შემსრულებელი. დანარჩენს ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ისახმუშაობს ზუსტად ისინი მინდა რომ არის ბატონო კომპოზიტორი, ბატონო პროდიუსერო. მოგეთ ყველა მომღერალს აქვს თავისი ერთი ფრაზა სამხრეთი. პირველად ვარ მე ამ სტუდიაში და საერთოდ ამ საქმიანობით პირველად ვკავდები, მინდა გითხრათ, ეს შემდგომ საერთოდ უცხო ხილია. ჩვენ წერთ სიმღერას, ჰიმნს, რომელიც დაწერა სტეფანე მღებრიშვილმა, მაიდარ სმილძის ტექსტზე. მე ჯერ გავირეკა და ამზეშლილი ხელებით შეხვდებით. არ უნდა გააკეთო, გაიგე. პირდაპირ უნდა იმერო, იმიტომ რომ იქნება. ეს იქნება ესეთი ძალიან წინა საახალწლო ესეთი ჰიმნური სიმღერა, რომელსაც იმღერებენ მთელი ჩვენი ვარსკვლავები, შოუ ბიზნესის ვარსკვლავები. ამ სიმღერის პრეზენტაცია, ანუ პირველად ეს სიმღერა გაიჟღერებს რესპუბლიკის მოედანზე. ეს იქნება ფინალური სიმღერა, ამით დამთავრდება ღამის 4-ის ნახევარზე. და მე შემდეგი დღეების განმავლობაში გავა თან პარალელურად ვიღებთ კლიპსაც და შემდეგი დღეების განმავლობაში გავა ეთერში. გაშლილი ხელებით შევხვდებით. ბით ძალიან მოკლე დროში გაკეთდა ეს ყველაფერი, ძალიან მოკლე დროში გადაწყდა. ნუ მხარში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი ამოგვიდგა. მე მიხარია რომ ძალიან ბევრს მოწონს ეს სიმღერა და გვაქვს იმის იმედი რომ საკმაოდ წარმატებული პროექტი იქნება. ნათელი ფერებით არა ნათელი გაჩერე ნათელი ფერებით და ახდენილი ოცნებები ძალიან დიდი მონდომებით დაიწერა ეს ტექსტი, იმიტომ რომ ძალიან გამიხარდა საერთოდ ეს ვარდების რევოლუციის ფაქტი.
რა ვიცი, მე მგონი ძალიან კარგი გამოგვივა. ახალ დღეს ახალმზეს გაშლილი ხელებით შევხვდებით ნათელი ფერებით და ახდენილი ოცნებებით. მთელი სიმღერა ზეპირად ვიცი უკვე, იმიტომ რომ ერთი კვირა სტეფანესთან ერთად მე და ია ვიჭექი და შავაც ვწერდით სახლში და ყველანაირი ვარიანტები ვცადეთ, მაგრამ ეს უნდა განაწილდეს რამდენი მომღერალი ვარ. ქართულ ესტრადაზე თითქმის მე მგონი ყველა იღებს მონაწილეობას. ბექა ჩადე. ახალ დღეს ახალმზეს ოდნავ დაბლახარ სულ. ხო, ცოტა აწიეთ, ეცა. ძალიან მომწონს პროექტი, სიმღერაც ასევე და დიდი სიამოვნებით შევასრულებ ამ სიმღერას ახალ წელს. ახალ დღეს ახალმზეს თავიდან თანამედროვე ხელოვნების გალერეაში მოეწყო საახალწლო საშობაო გამოფენა გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება ახალგაზრდა მხატვრობის პოპულარიზაციას და ეს აქცია ერთი თვე გაგრძელდება. აქ არის წარმოდგენილი ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრები. ხელოვნების სხვადასხვა სფეროდანაა ნამუშევრები, არის ნახატები, ფოტონამუშევრები, არის აქსესუარები და ავეჯი. მათ შორის არის ჩემი და ქეთის ავეჯიც. და ეს გამოფენა მოეწყო იმისთვის, რომ ახალგაზრდა მხატვრებმა შეძლონ გამოფინონ თავისი ნამუშევრები. შევეცადეთ რომ რაღაცა მოგვეწყო ეს ყველაფერი იმისათვის რომ მოხდეს ახალგაზრდების პოპულარიზაცია და ესეთ რთულ პირობებში როცა ისინი აი ამას ყველაფერს ახერხებენ უკვე ძალიან კარგია. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.